Salami, მე გიორგი ნადარაია ვარ, პროფესიონალი მორბენალი და შუაღამით მივიდივარ ვარჯიშზე. და სად უნდა წავიდეთ პირველ რიგში თო მიხვდებით? ალბათ ყავაზე ხო? ყავად ვარ დავლიეთ. ვარჯიშის შემდეგ ვერ მივალთ, ან ვარჯიშის შემდეგ ვერსად ვერ მივალთ. და აი ისიც ის გოგო არის. ჩემს რუკას მოსწონს. ძალიან გაუტყდება აქ რო არ არის. მოგეთ ხა გადავალ, ყავასში ვუკვეთავ. და შემდეგ გავაგრძელებ გზას ვარჯიშისკენ. ძალიან დიდი. ნახამდის კარგი ისო. და ეს მოდიოც მანქანაში ჩავჯდები. აუღაც არ დამიტანს. აი ამ შილოვიანად ჩაიარა ჩემმა მანქანაში ჩაჯდომა. ელექსირი დავიმატე, რომელიც მითხრას რომ იღბალს მოგცემს. იმედი მაქვს რომ მართლა მომცემს იღბალს. თან მითხრა რომ ნაღდი ელექსირი არისო. უბრალოდ საოცრება არია ის პატარა შოკოლადის ნაგლეჯი, როცა თქვენ პირში ხვდება. და ეს ბრაზილიული ყავა, რომელიც აი ამისთვის მართლა ღირსდილით ადრე ადგომა რა. ვარჯიში დაიკიდეთ, დილით ადრე ადექით, გადით, ყავა იყიდეთ. აი ეს პატარა შოკოლადის ნაგლეჯიც. საჩუქრად მოყვება. თენდება თუ ყავა რო დავლი თვალებში გამიდაცდა. საიკითხავი აი ეს არის. კიდე ერთი რამის თქმა მინდა. ქალაქში ძალიან დიდი ორმოებია. გთხოვთ ამოავსეთ ორმოები. რადგან დავიმტრიეთ, დავილეწეთ. არ ვარგა ამორტიზატორები. არაფერი არ ვარგა. გთხოვთ ორმოები ამოავსეთ. ამ წამს ძალიან ნოსტალგიური ადგილი გავიარე. თელისის მეტრო. ბავშვობაში დავდიოდი ხოლმე მეტროთი და ვარჯიშობთ ხოლმე იპოდრომზე რა და თელი ბავშვობა, რასაც ქვია, ალბათ 2-3 წელი გადაბმულად თელის მეტროზე ამოდიოდი ხოლმე და იპოდრომამდე ფეხით მივდიოდი ხოლმე რა. და ეგ ადგილი მახსოვს აი ძალიან მაგრა, როგორი მოლოდინი მქონდა ხოლმე იმის რომ ვარჯიშს კარგად ჩავატარებდი და ერთი სული მქონდა ხოლმე რომ ვარჯიშზე მივსულიყავი და ყოველთვის ყველაზე ადრე მივდიოდი ხოლმე ვარჯიშზე. ჩემი გუნდელები მოდიოდნენ ხოლმე 2 და 3 საათის მერე მე კიდე 2 და 3 საათი ვიჯექი იქ ჩემთვის და ველოდებოდი მათ. აქ დაუწყიათ. ეს კი ვიცოდი რომ დაწყებული ხონდათ, მაგრამ ეხლა ძალიან ნამეტანი გადაკეტეს. ნამეტანი მომდათ. ოკეი. კარგია რომ რაღაცების გაკეთებას იწყებენ, მაგრამ სუდია რომ ამ რაღაცების გაკეთებას 900 წელი შეიძლება ნორმალ ქვეყანაში. ალბათ რამოდენიმე თვე დაჭირდება რომ დაასრულო. ჯერ 6-10 წუთია და უკვე თენდება ღმერთო. ეხლა მე რო აქ დავპარკინგდე, თქვენი აზრით დამაჯარიმებენ? რა სიტყვით? დამაჯარიმებენ? თუ არ დამაჯარიმებენ? მედია პარკინგის თანამშრომლებს წინათ. მოკლედ, ამოვედით კუსტბაზე. ახლა გადავალ მანქანიდან და ნელა დავიწყებ მომზადებას სირბილისთვის, რადგან რაღაცები მაქვს გასაკეთებელი. ყველაზე მთავარი აი ეს ჩანთა არის, რომელიც არბინად იდეალურია და სხვათა შორის იმოზე გამოვიწერე. ანუ ადამიანები ამ ჩანთებში ხდიან
მომრავ ფულს და მე ტიმოზე გამოვიწერე 13 ევროთ. როდესაც მათ შორის ანუ ხარისხი რო განნახოთ, რავი, იდეალურია რა, ძალიან კარგი ხარისხი არის. თავის მოვალეობას იდეალურად ასრულებს. და უნდა გადავიხადო რამდენჯერ 10 ჯერ მეტი, როცა შემიძლია 10 ჯერ ნაკლები გადავიხადო და იგივე რაღაცები შევასრულებინო. კამერის ადგილით არის, ესეც არის, ჩანთაც არის. ეს რა არის, ამას ზევით განახებთ. პლუს მაქვს ასეთი რამ. ეს არის წელის ჩანთა. რომელსაც აქ ერთი სათავსო და ესენი არის მინი ბოთლების სათავსო, რომლებიც მოყვება, მაგრამ დღეს არ წამომიღია, რადგან წყალი არ დამჭირდება. და ისეც შეგიძლიათ იყიდოთ ტიმოზე ან ამაზონზე. შემოიხვევთ, ტელეფონს შარებთ აქ და ვაფშე ვერ იგრძნობთ, რომ ტელეფონი გაქვთ. ამიტომ ეს რაღაც ძალიან მოსახერხებელი და კომფორტული რამ არის მორბენლებისთვის. დაიწყო გათენება, მანქანა გონი იდეალურად დავაპარკინგე. ჩემს საათს ჯერ კიდევ ძინავს. ეხლა ვეტყვი რომ ცოტა გამოიღვიძოს, რადგან ვიწყებთ ვარჯიშს. აქ არის კოსტვა, აქ არის მეამა. და აი აქ უნდა გადავუხვიოთ ჩვენ უკვე ტრეილისკენ. უკვე ძალიან ლამაზია გაურობა. აი ესეთი ხედები იშლება. მზე ჯერ არ ამოსულა. უკვე ამოვიდა, მაგრამ მზეს ჯერ ვერ ვხედავთ, მზე არ გამოჩენილა. აი გვერდზე არის ასეთი ხედი. სიმწვანე და აქეთ ჩვენი ქალაქის თბილისის ხედები იშლება. აიცა მარტივი გზა, რთული გზა. და აი რთული გზა არ არსებობს. და ესეც ასე მოვიდით ყველაზე ლამაზ ხედთან ამ ლოკაციაზე ალბათ. შეიძლება უფრო ლამაზი ხედებიც იყოს, მაგრამ ესაა და ეს აქ. აი, დიდხანს არ გავჩერდები. ჯობია დავიძრა. აი დღეს ამ ბილიკზე არ ჩავალ, თორე აქაც არის ერთი ბილიკი. უბრალოდ ძალიან სიგნალი იქნება იქ ჩავიდე და ვფიქრობ უკან დაბრუნების დროს გამოვვლი მაგ ბილიკს. ესეც ის ამოსვლა, რომელიც ძალიან ლამაზია. მარტო ამისთვის ღირს რომ დილით ადრე ადგეთ და ივარჯიშოთ. ანუ უბრალოდ ადგეთ და არ ივარჯიშოთ.
წყაროებთანაც მოვედით. ეს არის პირველი წყარო. რომელსაც არასდროს არ ვსვამთ ხოლმე, იმიტომ რომ შემდეგი წყარო უფრო გემრიელია. ასე უბრალოდ ჩაუვლით ხოლმე გვერდს და მივდივართ შემდეგი წყაროსკენ. რაღაცები შეცვლილა. საკეიფო ადგილები კეთდება. ის წყაროც რომელიც ასე ძალიან მიყვარს. ესე გამოიყურება აქაურობა. თვითონ ეს არ შეცვლილა. ხოთი შორის 4 კილომეტრი და 300 მეტრი გავივიდნენ. ეხლა რაღაცა გამიხოთ. ის რაღაც ხო გახსოვთ. რომ გითხარით განახებს თქო. და ჩიკა. ალკოჰოლიკი დამაქვს, მაგრამ მე წყალს ვსვამ. გაგვიმარჯოს. ამ წყალს აქვს საოცარი გემო. ანუ ამ წყალს ვდალევთ. შემდეგი 10-20-30 კილომეტრი არაფერი არ არის. დოპინგივით შეიძლება დოპინგშიც კი ამოაგდოს და რომელიღაც შეჯიბზე არ დამიშვან. წყალიც დავლიეთ. ეხლა მივდივართ უკვე უკან. უკან გზაზე მივდივართ სხვა მხრიდან. მზეც გამოვიდა. უკვე საკმაოდ დაცხა. ასე თვალების გაკეთება შეიძლება. რადგან მწერებმა თვალები არ დამთხარონ. აკეთიდე ესეთი ხიდია. კაც ერთი საკეიფო ადგილი არის. თუმცა კეიფი მოგინებათ, უსპიზევით წამოიწიეთ. ის ალბათ ჩემსავით დილით ადრე ადგა და გამოვიდა სავარჯიშოს. საკმაოდ კარგი პეისი უჭირავს. Hey bro, რატო გაჩერდი? იბინე. და პლუს ამას აქ არის კიდევ ერთი წყარო, რომელიც არ ვიცი ისმევა თუ არა. ყოველ შემთხვევაში 7-8 წელია ამ წყალს ვსვამ. აი ესეც ის რომელიც სამწუხაროდ არ მოდის. წვიმიან ამინდებში მოდის. ესე იგი წვიმი წყალია და შემდეგ მიწა ფილტრავს. თუ არ ფილტრავს და ბინძურ წყალს ვსვამს. დიდი ალბათობით მიწა გაფილტრავს მაგ წყალს. ბინძური წყალი არ იქნება. სხვა შემთხვევაში ვერ ხვდები საიდან უნდა მოდიოდეს ეგ წყალი. აი უკვე გზაზე ვართ. სადაც გადავუხვიეთ წყაროებისკენ. ის არის აი აქ. აი აქ. ერთი ძალიან მაგარი ტემპი მივიწყოთ და ძალიან მაგრად დავეშვათ გვევით.
იდეალური დაშვება გამოგვივიდა. აი დამიჯერეთ ისეთი შეგრძნებაა, რომ ყველანაირ რისკზე შეიძლება წასვლა. აი იმ შეგრძნებისთვის რა. აი ძალიან მაგარია, ძალიან. თან ამბოტასებით, რომლებიც 30 მეტრზე დგას ზღვის დონიდან. ერთ ფეხის ამოტრიალება და შეიძლება სადღაც გადავფრინდე. ეს ყველაფერი დასაწყისია. წინ ძალიან ბევრი მაგარი ვიდეოები გელოდებათ. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი და დაიელოდეთ ახალ ვიდეოებს, რომლებიც დიდი ალბათობით უკვე ჩვენი შეკრებიდან იქნება. ესაა და ეს ჩვენი ვარჯიში გამოვიდა. ხო და არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, რადგან მომავალში ძალიან ბევრი კარგი რამ გელოდებათ. ჩემი ვარჯიში კი გამოვიდა 12 კილომეტრი და 300 მეტრი. ეგა დაფინიშებულია. მადლობა რომ მიყურეთ. მომავალ შეხვედრამდე.